დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი. ბრალდება მოძალადეებს გვიწოდებს, თუმცა მოგახსენებთ, რომ გახლავართ ექიმი, სისხლის უანგარო დონორი 18 წლიდან. ირაკლი გახდა 30 წლის ციხეში 7 იანვარს. ეს წლევანდელი წელი იყო ის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც ირაკლი გვერდით არ მყავდა და ვერც ვილოცავდი და ძამძიმე იყო. მე გახლავართ ირაკლი ხერაშვილის დედა. უკვე 10 წელია ემიგრაციაში გახლავართ იტალიაში. მარტს იყო სასამართლო ჩანიშნული, წინა სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურულად გამოაცხადა, რადგან აპლოდისმენტები იყო გადაჭარბებულად გამოყენებული სასამართლო დარბაზიდან და არაერთხელ გაგვაფრთხილა მოსამართლემ, მაგრამ ეს იმდენად ემოციური პროცესები იყო, რომ რა თქმა უნდა ბიჭები გამოდიოდნენ სიტყვით და ისეთი პათოსით იყო აღსავსე, რომ ჩვენ რაღაცნაირად თავს ვერ ვიკავებდით აპლოდისმენტებისაგან. თუ ვინმეს ეშინია, ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის, ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმევა. სამწუხაროდ სასამართლოებამდე ამ ფანტასტიკურ ადამიანებს არ ვიცნობდი. მადლობას გიხდით ეს ფანტასტიკური ადამიანები რო გამაცანით. ბატონმა მოსამართლემ დახურულად გამოაცხადა შემდეგი სასამართლო. მე 26-ში ღამით მოფრინავდი იტალიაში უკვე ბრუნდებოდი სამსახურში, რადგან ერთთვიანი შვებულება მქონდა და ვთხოვე ადვოკატს, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პერსპექტიული ადვოკატი გახლავთ რეზო აჭარაძე და ვთხოვე, რომ შუამდგომლობა დაეყენებიან მოსამართლესთან, რომ მე დავსწრებოდი როგორც გამონაკლისი, რადგან მე უკვე მოფრინავდი სურათის გადაუღო მან ჩემ ბილეთებს, რომ რაღაცაში მოსამართლეს ეჭვი არ შეპარბოდა. მოსამართლემ არ დაუშვა ეს და მე რა თქმა უნდა ძალიან ეს ემოციურად ძალიან დამრთული იყო, იცით, სასამართლო პროცესზე რამოდენიმე საათის განმავლობაში უყურებდით ჩვენ შვილებს და აი ამ სიამოვნებასაც მოგვაკლო. თხოვნით მოყმართავთ. ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედა ჩემი და ამაღამ მიფრინავს. მინდა უმორჩილოს გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე. შვილს, როდესაც ელოდები, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში მოეფერები თვალებით დისტანციურად, იქ ხო არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მას ჩავხუტებოდე და მეკოცნა. დისტანციურად მეყურები, აი იმის საშუალებაც წამართვეს და ასეთი გულნატკენი დავბრუნდი. ჩემი ირაკლი დაიბადა 1995 წლის 7 იანვარს. იზრდებოდა საკმაოდ საინტერესო ბავშვი იყო თავიდანვე, იცით, ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული და 2 წლის ასაკიდან რაღაც საოცარი ძერწვის ნიჭი გამოამჟღავნა, ძერწავდა იმ ზღაპრის გმირებს, რომელსაც უკითხავდით წარმოსახვით და მუსიკალური განათლებაც მიიღო ჩემმა ირაკლიმ. მაგრამ როდესაც უკვე წამოიზარდა და საკითხი დადგა თუ სად ჩაებარებია, რადგან მეც და მამამისის ექიმები გახლავართ, სხვა პროფესია არც განიხილებოდა. მე და ირაკლი დავიბადეთ და გავიზარდეთ სოლოლაკში. აღვნიშნავ ამას იმიტომ, რომ ამ ადგილს პარლამენტსაც ძალიან ისეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენთვის და სხვანაირად გვიყვარს ეს ტერიტორია, ასე რომ ვთქვათ. ძალიან ისეთი კარგი ბავშვობა გქონდა მე და ირაკლის, ბავშვური ბავშვობა გქონდა. ძალიან ისეთ ოჯახში ვიზრდებოდ, ექიმების ოჯახი ვართ და მშობლებიც ექიმები არიან, მეც, ჩემი ძმაც. ირაკლი პლასტიკური ქირურგი არის და ძალიან უყვარს თავისი საქმე, რასაც აკეთებს. ირაკლის ძალიან დიდი იმედი აქვს ქართველი ქალის, იმიტომ რომ ირაკლისთვის ქართველი ქალი და დედა რაღაც სხვანაირი კულტი არის და იმიტომ ამასთან ერთად როდესაც ჩვენი მშობლები მორიგეობდნენ და დაკავებულები იყვნენ, ბებიამ ითავა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი დედის როლი და ძალიან დიდი წვლილი აქვს ბებიას ჩემი და ჩემი ძმის პიროვნების ჩამოყალიბებაში. აგრეთვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად ჩვენი ბიძაც, კახა, რომელიც
რა ვიცი, ყველაფერი ჩადეს მოკლედ განათლებაში და ჩვენს მომავალში. თავიდანვე ჩართული იყო, იცით, საზოგადოებრივ საქმიანობაში. ძალიან პატარა სხვაობაა ჩემს შვილებს შორის, წელიწადი და 3 თვე. როგორც ჯგუფები, ისე იზრდებოდნენ. ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ჩემი ორივე შვილი. ინტერაქტ კლუბის წევრები იყვნენ, შემდეგ როტარაქტ კლუბის წევრები იყვნენ. ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის გახლავთ უანგარო დონორი. მას აქვს უნივერსალური სისხლი, მეოთხე დადებითი. და იგი ეწეოდა უანგარო დონაციას 18 წლის ასაკიდან. იყო ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი, ისიც და მისი დაც. ასე რომ ისეთ ღონისძიებებში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომ ნამდვილად ორივე გახლავთ რაღაც საოცარი პატრიოტების და არა მარტო ჩემი შვილები, მე მოусმინე სხვა ახალგაზრდებსაც, მათ გამოსვლებს, კითხულობ მათ წერილებს, ესეთი ინტელექტუალური ახალგაზრდობა როგორ შეიძლება რომ ციხეში იყოს. თავის ქვეყანაზე შეყვარებული არის, მოკლედ, ცოტა რთულია გამოარჩიო ირაკლი მხოლოდ აი ამ ბიჭებისგან, იმიტომ რომ ყველას პატრიოტიზმი ამოძრავებს მართლა აი გულწრფელად და მე და ირაკლი 2019 წლიდან მოყოლებული, ვდგავართ აქ. აი გავრილოვის ღამიდან მოყოლებული რაღაცნაირად სხვანაირად მოხვდა ჩვენს და არა მარტო ჩვენ, ხო, ყველა იმ დღეს, როდესაც ვაპროტესტებდით, ძალიან ისეთი წითელი ხაზების გადაკვეთა დაიწყეს ძალიან აშკარად ქართულმა ოცნებამ და შემოგვილაწუნა, ასე რომ ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ ქართველ ერს და ეს ვერ აიტანა ირაკლიმ და იქიდან მოყოლებული მეც და ირაკლიც ყოველთვის, როდესაც ხმარის ამოსაღები, როდესაც რაიმე უსამართლობა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის ვდგავართ და ვაპროტესტებთ. ოღონდ აქ მინდა აღვნიშნო ერთი, რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. ყოველგვარ უკანონებას ვემიჯნებით და ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნებით. ყოველთვის მაბედნიერებდა ჩემს ირგვლივ ჯანმრთელობის ზღვაზე ზრუნვა. შესაბამისად, ძალადობა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და აბსურდულია. ირაკლი იმდენად წესიერი ახალგაზრდა, რომ ის რაც არ იყო დასაშვები კანონით, ის არანაირად არ ჩაერთვებოდა ისეთ რაღაც დაუშვებელ ქმედებებს არ გამოიყენებდა ამ აქციებზე. არა ისეთი ბიჭი, რომელიც აი ვიღაცას აყვება. აი ვიღაცამ თქვა, რომ წავედით და წავედით. ძალიან დაფიქრებული არის და ყოველთვის იაზრებს თავის გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ეცნობა ინფორმაციას და ყოველთვის აი ზომავს, ყოველთვის წონის თავის გადაწყვეტილებებს და თავის დამოკიდებულებას და აი ეს წითელი ხაზები რო გადაიკვეთა უკვე აი იმ პერიოდიდან მოყოლებული ირაკლიმ სხვანაირად დაიწყო აზროვნება აბსოლუტურად და გადაწყვიტა რომ არა მხოლოდ თავისი კარიერისთვის მიეხედა და გამხდარიყო კარგი ექიმი, არამედ მიეხედა თავისი სამშობლოსთვისაც. იცით რა, რაღაც ასაკში მოდის ალბათ აი ეს პერიოდი, როდესაც რაღაც გარდამტეხი ხდება და საერთოდ სხვანაირად ტრიალდები, ხო, რაღაც აი 360 გრადუსი ტრიალდება შენი ცხოვრება, როდესაც უკვე აი ქვეყანაში იწყება ისეთი პროცესი, რომელიც არის რაღაც მომენტში შეუქცევადი და აი 2019 წლიდან უკვე დაიწყო იმდენად შეუქცევადი პროცესები ხალხისთვისაც და ჩვენთვისაც, მით განსაკუთრებით აი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის, ხო? ხა რაც არ უნდა გაკიცხოს წინა ასე ვთქვათ თაობამ, რომ დავუშვათ ჩვენი თაობა ცოტა ისეთები ვართ, თავზე ხელაღებულები, თვითონაც ესეთები იყვნენ. 9 აპრილი არ მოხდებოდა, რომ თვითონაც ესეთები არ ყოფილიყვნენ და ესეთი დამოკიდებულება არ ქონოდათ. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი აქ მდგომი ახალგაზრდა გოგოსა თუ ბიჭის მშობელი იგივეს გააკეთებდა, იმიტომ რომ ეს სულისკვეთება ესე ჰაერიდან არ მოდის, ხო, მოდის ოჯახიდან, მოდის გარემოდან, რა გარემოში ვიზრდებით და ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და აი ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ირაკლისეც, რა თქმა უნდა.
საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. 90 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა 30 წელი გავიდა და უფრო მეტი ჩვენი ქვეყანა იბრძვის იმისათვის რომ გახდეს ევროპის ოჯახის წევრი და ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ. გავიდა ამდენი წელი და ეხლა უბრუნდებით მივდივართ ისე უკან, რა თქმა უნდა. ამან პროგრესულად მოაზროვნეს საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. იცით, ეს დაუშვებელია. დაუშვებელია მით უმეტეს ეხლა ისეთი განვითარებული ახალგაზრდობაა და რადგან გავიდნენ უცხოეთში მიეცათ იმის საშუალება რომ გვერდიდაც შეეხედან თავისათვის და იმისათვის რომ შეიცნო შენი ყოფიერება აუცილებელია შეადარო სხვა შენი ცხოვრების დონე. იცით, აი ამან ყველაფერმა ეტყობა კიდე უფრო გააღვივა ეს საპროტესტო მუხტი ახალგაზრდებში. აი 9 აპრილს რო შევადაროთ ის მოვლენები, რაც ეხლა ხდება, ხო? ნუ მაშინ რუსის ჯარი შემოვიდა რეალურად და პირდაპირ დაგვარტყეს, ასე რომ ვთქვათ, ხო? ეხლა კიდევ უფრო მეტად საწყენი და გასაბრაზებელია ის, რომ ქართველის ხელით აკეთებენ ამ ყველაფერს, აკეთებენ ქართული ოცნების პოლიტიკოსების ხელით. აი სულ ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ რამ უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ აი ეს ნაბიჯები გადადგა. რამ უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ აფხაზეთის გამოვლილ ქვეყანას ისევ აქციო რუსეთისკენ 9 აპრილს გამოვლილ ქვეყანას ისევ შეაბრუნო რაღაცა მიმართულება მისე რუსეთისკენ. მართლა ვერ ვიგებ, აი რად უნდა უღირდეს ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ისევ ადგა და რაღაც ლანგარზე დაუდო და მიართვა რუსეთს. არ მესმის და კიდევ უფრო მეტად საწყენია და ეს იწევს რეალურად რა ამ გაბრაზებას. მართა რისთვის შეეწირა 9 აპრილს ამდენი ახალგაზრდის, ამდენი ადამიანის სიცოცხლე, ხო? მართლა ვერ ვიგებ და ჩემამდე არ მოდის რა. ყოველთვის ერთად ვიყავით ხოლმე. უბრალოდ ირაკლი უფრო ბოლომდე რჩებოდა ხოლმე. მე ვერ ვუძლებდი ხოლმე ესე ბოლომდე, მაგრამ რა თქმა უნდა, სადამდე შემოწვა, ყოველთვის რჩებოდი ხოლმე იქამდე და აი სულ ერთად ვიყავით. აი მართლა სულ ერთად ვიყავით. თუ ვინმე დასახმარებელი იყო, ირაკლი გარბოდა, თუ იმეს ფიზიოლოგიური ჭირდებოდა, ირაკლი გარბოდა, თუ ვინმე გამოსაყვანი იყო და გამოსაგლეჯი იყო ხელიდან, რომ ეგრეთ წოდებულ სპეცნაზისთვის გამოეგლიჯათ ხელიდან, ყველაფერს ცდილობდა ირაკლი, რომ დახმარებოდა იმ ხალხს, რომლებიც მართლა უსამართლოდ ისჯებოდნენ და უსამართლოდ, არ ვიცი, ყველამ ნახა ის კადრები, რას უშვებოდნენ, ხო, არა მარტო უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც ვაპროტესტებდით, არამედ ჟურნალისტებსაც, ხო? ვიდეო ოპერატორს, ტელეპიროლის ოპერატორს ფიზიკურად გაუწევდა. ნიკო გოგაია ჩვენს ოპერატორს, რომელსაც ანუ მედიის წარმომადგენლებს ამ პერიოდში რაც გაუკეთეს, ეს არის, არ ვიცი, ანუ სიტყვის თავისუფლებაც თუ წაგვართვეს, მაშინ უკვე რა ვიცი, გავხდებით ჩრდილოეთ კორეა და რა ვიცი, დავჭდეთ მერე და თქვათ, რომ აბა ომი გვინდა და დავემონოთ რუსეთის რეჟიმს ისევ და რა ვიცი, რა თაობა გაიზრდება მერე, რომ ეს თაობა რო გაიზრდება და მერე თავიანთ თავს რო კითხავენ, რომ რა სარგებელი მოუტანეთ ჩემ ქვეყანასო, ეტყვიან, რა ვიცი, აი რა ვიცი, ხელი ჩავიქნიე და მივეცი ჩემი ქვეყანა ისევ რუსეთს. 6 დეკემბერს ირაკლი აიყვანეს სახლთან, გააჩერა მანქანა და მოულოდნელად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პიროვნებებმა უცებ სტაცეს ხელი და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მანქანიდან გადმოიყვანეს ძალით და წაიყვანეს ორთაჭალაში. ჩვენ არ ვიცოდით არაფერი, მე ამ დროს საქართველოში არ გახვდით, ვიყავი იტალიაში და ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და ისე ძალიან თხილად მითხრა, რომ დედა, აი ასე მოხდა, ირაკლი აიყვანესო. რა თქმა უნდა, ჩემს შეშფოთება, ჩემს მწუხარებას, ჩემ ტრაგედიას იმ მომენტში აი ვერანაირად ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ ჯერ ერთი მეშინოდა.
მეშინოდა იმისი, რომ შეიძლებოდა ეცემათ უმოწყალოდ. ეხლა მე რასაც უყურებ, რასაც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ჩადიან ამ ახალგაზრდებს, ასე უმოწყალოდ სცემენ. მე არ ვიცი სიტყვის თავისუფლებისათვის, თავისი ემოციების გამოხატვისას ისინი არანაირ აკრძალულ ხერხებს არ ხმარობდნენ ეს ახალგაზრდები და ისე უმოწყალოდ სცემეს. ამას წინათ ნახე კადრები ახალგაზრდა მაისაშვილი მახსოვს გვარი, მე ასეთი უმოწყალოდ ცემა ადამიანის არ მინახავს. მადლობა ღმერთს, ირაკლი არ უცემიათ, ფიზიკურად არ შეხებიან უდიერად, მაგრამ აქამდე არანაირი სამხელები არ გააჩნიათ და ყავთ დაკავებული. 11 პიროვნება ერთად გაერთიანებს, ასე ვთქვათ, აი ამ მუხლით. მე ვიხილე ეს ახალგაზრდები აბსოლუტურად ჯერ ერთმანეთს ხომ არ იცნობდნენ. ხოლოდ იქ რომ იჯდნენ ერთად, მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, ეკითხებოდნენ ერთმანეთს სახელებს და იცნობდნენ აი იმ მომენტში ერთმანეთს. თქვენ წარმოიდგინეთ. ირაკლი გახდა 30 წლის ციხეში 7 იანვარს. ესე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის პირადად და მთელი ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის 7 იანვარს შაბათ-დღეს ხვდებით ხოლმე სიონის ეკლესიაში. ბევრი გვეძახის ხოლმე ჩვენ თაობას, რომ აი ურჯულოები და ურწმუნოები არიანო, მაგრამ არა, მინდა გითხრათ, რომ მე და ირაკლი ყოველთვის არ მხოლოდ შობას, ყველა დღესასწაულს, როდესაც შეგვიძლია რომ დავშვათ შევხვდეთ სიონის საკათედრო ტაძარში, ყოველთვის მივდივართ ხოლმე იქ და წლევანდელი წელი იყო ის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც ირაკლი გვერდით არ მყავდა და აი იმდენად მძიმე იყო, რომ არა მხოლოდ მისი დაბადების დღე, იცით, აი აქციაზეც რომ დავდივარ ხოლმე, იმდენად მიჩვეული ვარ, რომ აი სულ ერთად ვარ და ის სულ კონტაქტზე ვართ, რომ ის სათხარ და მე აქ ვარ და აბა ხომ მშვიდობა გაქვს და ხშირად არის ხოლმე რომ ვიღაცები რომ მოძრაობენ ეს აქციაზე, ზოგჯერ მიფიქრა რომ აი ირაკლისთვის მიმსგავსებია ვიღაცა და იმ დომებია რომ აი გავეკიდო და ჩავეხუტო, რომ აი ირაკლი და აი როგორ გავს ირაკლის და ხო რა რთულია რა, მაგრამ ორმაგად უფრო ამაყი ვარ, რომ ვიცი რომ რისთვის ისჯება ირაკლი, რატომ არის იქ და კიდევ უფრო მეტი პატივისცემის დამოკიდებულება გამიშვა ჩემი ძმის მიმართ, რომ აი ესეთი ძლიერი სულის პატრონი აღმოჩნდა. ძალიან მიხარია და ვამაყობ ირაკლით და მინდა გითხრა რომ ძალიან ვამაყობ შენით და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ რა. არ მეგონა ესეთი მაგარი სიტო იქნებოდი და ძალიან მიხარია რომ ეგეთიც მომყავს. მე ათმაგად და ასმაგად ალბათ უფრო რთულია ჩემთვის, იცით? იმიტომ რომ ეს დედები დადიან აქციებზე. იმის შეგრძნება აქვთ, რომ მათი შვილების საქმეებს აგრძელებენ, იცით? და მე აი ამ სიამოვნებას მოკლებული ვარ აქ. მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შემიძლია უყურო ამ პროცესებს, ეს ძალიან რთულია. ეს ძალიან რთულია. აი მე თქვენ სიტყვით ვერ აგიწერთ, ვერ გადმოგცემთ, აი ამას როგორი ძნელია. თითქოს დანაშაულის შეგრძნება მაქვს, რომ მე ჩემი ირაკლის მაგივრად იქ ვერ გამოვდივარ აქციაზე და მის საქმეს ვერ ვაგრძელებ. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძე! თავისუფლება ანისე ცხადაძე! თავისუფლება გურამ მირცხულა! მადრობ ყოფილიყავი, რა თქმა უნდა ვერ გავაკავებდი, იცით? იმიტომ რომ ეს პროცესები ისეთია და ახალგაზრდები ვერაფრით ვერ გაჩერდებოდნენ. ვინც იყო საღად მოაზროვნე, ის კი არა ასაკოვანი ხალხი გამოდიოდა დემონსტრაციებზე და მე არ ვიცი როგორ შეიძლება დაუშვათ რომ ჩვენ ისევ რუსეთის შემადგენლობაში დავბრუნდეთ. მე არ ვიცი. თქვენი თაობა ჩვენ თაობაზე უფრო მტკიცე და უფრო წარმატებულია. მე აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდობის, ეხლანდელი ახალგაზრდობით და იმედი მაქვს ახალგაზრდობის და რომ არ დაუშვებენ ჩვენი ქვეყნის უკან სვლას. აუცილებლად ბოლომდე ბრძოლისთვის ვართ მზად და აუცილებლად მივიყვანთ ჩვენ ქვეყანას იმ ეტაპამდე, რომ აი მე ჩვენი შვილები აუცილებლად იტყვიან იმას, რომ აი ჩვენი დედები, ჩვენი ბებიები, ჩვენი ბიძები, მამიდები, დეიდები, მეგობრები აი იმ დროს იქ იდგნენ და იბრძოდნენ და განსაკუთრებით უფრო საამაყო იქნება იმ ოჯახის წევრების ემოციები, რომლებიც დღეს ციხეში არიან და იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ჩემს ირაკლის ვეტყვი, რომ დედა მეც ისეთივე შენაირი პატრიოტი ვარ. ეხლა
ეს აუცილებელია, რომ მე აქ ვარ, შენ ეს ძალიან კარგად იცი. თუმცა მე რომ ადვიყო თბილისში, მე ყოველ დღე ვივლი შენს მაგივრად აქციებზე, მაგრამ მე იმითი ვარ წყნარად აქ, რომ ჩემი ქეთუნა და ჩემი ოჯახის წევრები დადიან აქციებზე, ეკონტაქტებიან სხვა მშობლებს, სხვა ოჯახის წევრებს, მე მათ უდიდეს პატივს არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან სულ ყველა. ისე მოგიკითხავთ ყველას მთელ საქართველოს და მთელი საქართველოს მოსახლეობას და მე მინდა ელია ჭაჭავაძის სიტყვები გამოვიყენო, რომ მარა და ყველგან საქართველოს მე ვარ შენთან, მე ვარო შენი თანამდები უწდავი სული. ოცნით და გეფერებით აქედან დიდი პატივისცემით. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი.